მე-20 საუკუნის მისტიკოსი და ფილოსოფოსი გიორგი გურჯიევი ამბობდა, რომ რელიგიები და უძველესი ტრადიციები ერთ დროს დიდ ცოდნას ინახავდა. მაგრამ ადამიანებმა ზოგჯერ თავიანთი პატივმოყარეობის გამო, ზოგჯერ კი უნებლიეთ დაამახინჯეს და არსი დაუკარგეს. ამიტომ მათ აღარ ჰქონდათ ის ძალა, რაც ადრე. ადამიანის გონებაც თანდათან დაქვეითდა და აღარ შესწევდა უნარი გაერჩია კარგი და ცუდი, ჩასწვდომოდა ჭეშმარიტებას. ის დალაი ლამას მრჩეველი იყო. ტიბეტელი ბერები მას თეთრ ეშმაკს უწოდებდნენ. მისი ძალისხმევით სტალინი ლიდერად მოგვევლინა. გიორგი გურჯიევმა ურჩია ნაცისტების ერთ-ერთ იდეოლოგს, კარლ ჰაუს-ჰოფერს, სვასტიკის მზის სიმბოლო, მისი საპირისპირო სიკვდილის მნიშვნელობით გამოეყენებინათ. ვინ იყო სინამდვილეში გასული საუკუნის ყველაზე ამოუცნობი ადამიანი, გიორგი გურჯიევი? საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საიდუმლოებითაა მოცული მისი ვინაობა. ის უნარები, რასაც გიორგი გურჯიევი ფლობდა, ამოუხსნელია. მისი წარმომავლობა გაურკვეველია. ერთ-ერთი ბიოგრაფის, ჯეიმს მურის აზრით, იგი სომხურ ბერძნულ ოჯახში დაიბადა. არსებობს ვერსია, თითქოს ის ქართველი იყო, რასაც მისი გვარი გურჯიევიც ამხარებს, რაც ქართველს ნიშნავს. გიორგი გურჯიევის წარმოშობა უკავშირდება ძირითადად ორ ადგილს, რადგან მისი ბიოგრაფები და მკვლევარები, ასე ვთქვათ, ძირითადად აი ამ ორ ადგილს ასახელებენ. პირველი ეს არის ქალაქი ყარსი, დღევანდელ თურქეთში და მეორე ეს არის ქალაქი გიუმრი, სომხეთში. თვითონ წარმოშობა მისი აქაც საკმაოდ ბუნდოვანია. ყველაზე სარწმუნო ვერსიით ის იყო სომხურ ბერძნული წარმოშობის პიროვნება. დედა იყო სომეხი და მამა პონტოელი ბერძენი. ანუ არა ელადის ბერძენი და არა ათენიდან დაუშვა და ასე შემდეგ, არამედ იმ ბერძნებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ იგივე საქართველოში. და სხვათა შორის ბოლო გამოკვლევებით მამამისი ან მამამისის მამა, ანუ მისი პაპა, სწორედ საქართველოდან იყო წარმოშობით, ოღონდ სამხრეთ საქართველოდან, სადაც მე ვფიქრობ დღესაც ცხოვრობენ. თუ ყველა აწავიდა საბერძნეთში, სამხრეთ საქართველოში ის ბერძნები, პონტოელი ბერძნები, რომლებიც ოდითგანვე ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე. გურჯიევის დაბადების წლებიც საიდუმლოებითაა მოცული. მან დაბადების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ცნობილია პრინციპში 3 ან 4 დაბადების თარიღი გურჯიევისა, მაგრამ არ არის გამოკვლეული რომელია ნამდვილი დაბადების თარიღი და რა თქმა უნდა, ჩემი აზრითაც ეს განგებიო გაკეთებული მის მიერ, მაგრამ რა იყო მიზეზი და რაში დასჭირდა ეს ყველაფერი, არის რამოდენიმე ასე ვთქვათ მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. პირველი მოსაზრება პრინციპში მე ვთვლი არ არის მართებული, მაგრამ ის შემდეგში მდგომარეობს, რომ ის ცდილობდა ასტროლოგიური კუთხიდან შეეცვალა თავისი დაბადების წელი, თარიღი, რაიმე მონაკვეთი, რაც დაეხმარებოდა მას თითქოს რაღაც თავის ბედის წერის რაღაც მონაკვეთის გარდატეხას ან კორექციას. მეორე ვარიანტი, რაც მე ვთვლი რეალური მიზეზია, რისთვისაც ის ამას აკეთებდა, ვინც ერკვევა საშუალო დონეზე მაინც ასტროლოგიაში, თუ იცი ადამიანის კონკრეტული დაბადების თარიღი, დრო და ადგილი, შესაძლებელია პირადი ნატალური რუქის, ასე ვთქვათ, გამოყენებით გაარკვიო იმ ადამიანის კონკრეტული რაღაც პიროვნული ასპექტები, სხვადასხვა მიმართულები და ასევე რაღაც ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ სხვადასხვა ვარიანტების განვითარების მოდელები. გურჯიევის ცხოვრებაზე, ანუ ბავშვობიდან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ერთ-ერთმა მღვდელმა, როგორც მე მახსოვს, ის იყო ეროვნებით რუსი. სხვათა შორის ეს სასულიერო პირი არ იყო დოგმატური აზროვნების, საკმაოდ ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ვთქვათ, რეფორმატორული აზროვნება ჰქონდა ამ სასულიერო პირს და საკმაოდ ბევრი იმ პერიოდისთვის ძალიან ასე ვთქვათ, სერიოზული ცოდნა გადასცა გურჯიევს. და გურჯიევი სწორედ შეიძლება ასე ვთქვათ, გურჯიევს აი ამ უბიძგა, აი ამ ცოდნის გაღვივების შეიძლება ასე ვთქვათ, წყურვილმა და ახლის შეძენის წყურვილმა უბიძგა, რომ ის ასულიყო სახლიდან.
როგორც ყვებიან, გიორგი გურჯიევს ჰქონდა ადამიანის დაჰიპნოზების ზებუნებრივი ძალა, რომლის ზემოქმედებითაც მას შეეძლო მოსაუბრისთვის ყველაფრის გაკეთება ეიძულებინა. იგი ყოველთვის წინასწარ გრძნობდა მოსალოდნელ მოვლენებს. ერთი შეხედვით ხვდებოდა ადამიანის საიდუმლოებებს, წარსულს და ჭრეთდა მომავალს. წერდა საიდუმლო წერილებს, რომლებშიც სხვადასხვა ანაგრამებს იყენებდა. საერთაშორისო მისი მაგიური სისტემა დაშიფრული იყო ქართული ამბანით, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ამერიკელი მკვლევარი დევიდ ჰალსი წერს, რომ მან იცოდა სომხური, აზერბაიჯანული და ამიერკავკასიური ეს არის ქართული. ჩემი ღრმა რწმენით, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ აი ამ ენიდან ის იყენებდა ორ ამბანს, მეომრებისთვის განკუთვნილს და მოღდელებისთვის განკუთვნილს. ანუ ეს არის მხედრული და ხუცური ამბანი. და რატომ? იმიტომ რომ ქართულ ამბანს, ანუ მე გულისხმობ ასომთავრულ ამბანს, ქართულ ამბანს გააჩნდა და გააჩნია ძალიან კარგი მოქნილი სისტემა, ეს არის მისი რიცხვითი მნიშვნელობები, როგორც ცნობილია ქართული ამბანი, მაგალითად 100, მისი ბოლო 128 ჰოე არის რიცხვითი მნიშვნელობა არის 10000. მაშინ როცა მაგალითისთვის ივრითის ბოლო 100 თავ, ეს არის 400 მხოლოდ და მხოლოდ. ანუ როდესაც საქმე მიდის მეტაფიზიკაზე, მაგიაზე ან რაღაცა ესეთ ფორმულებზე, მათ ჭირდებათ რიცხვითი მნიშვნელობები ასოების, რომლებსაც გამოიყენებენ დაშიფვრისთვის. გიორგი გურჯიევს მოსწავლეები და მიმდევრები ჰყავდა. მისი მთავარი მიზანი იყო ფიქრი იმის შესახებ, რომ არ ეფიქრა და ადამიანებისთვის თავისუფლების შეგრძნების სიმარტივე ეჩვენებინა. არქივში ინახება განათლების სამინისტროსადმი დაწერილი მიმართვა, რომელშიც რამდენიმე იმ დროისთვის ცნობილი ადამიანი ითხოვს თბილისში გურჯიევის სისტემით ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის გახსნის უფლებას. გიორგი გურჯიევი თვლიდა, რომ ადამიანი ცოდნას მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით იღებს. სწორედ საკუთარი გამოცდილებით მან 1919 წელს თბილისში ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი გახსნა. თვითონ ეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება გურჯიევისთვის ყოველპირველესად ადამიანების განვითარებას ხადია. ანუ ნებისმიერი შეიძლება ასე ვთქვათ დადებითი ოკულტისტი, რომელიც ცდილობს წავიდეს პროგრესისკენ და განვითარებისკენ, არა თავისი ენერგია, თავისი ძალა, ცოდნა გამოიყენოს არა ადამიანების დამორჩილებისთვის, არამედ მათი განვითარებისთვის, ასეთი ადამიანი იყო გურჯიევი. გიორგი გურჯიევს მისი უნარებისა და ცოდნიდან გამომდინარე ბევრი მტერიც ჰყავდა. ანუ გურჯიევი ცხოვრებაში იყო სამჯერ დაჭრილი, სამჯერვე ტყვით და საოცარია, მაგრამ სამჯერვე ეგრეთ წოდებული ბრმა ტყვით, ანუ შემთხვევით დაიჭრა. პირველად დაიჭრა ის 1896 წელს კუნძულ კრეტაზე, რომელიც წინ უსწრებდა, ასე ვთქვათ, ერთგვარად მისტიკურად შეიძლება ვთქვათ, ბერძენ თურქების დაპირისპირებას. შემდგომში მოხდა მისი დაჭრა ტიბეტში, როდესაც ის ტიბეტში იმყოფებოდა და სხვათა შორის ტიბეტში შეარქვეს მას თეთრი ეშმაკი სახელად და ერთ-ერთი ვერსიით ის ძალიან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა დალაი ლამასთან და მასზე ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენდა და აი ამ შემდეგ მოხდა ინგლისელებისა და ტიბეტელების დაპირისპირება და აი ამ მოვლენას წინ უსწრებდა გურჯიევის დაჭრა. შემდგომში მესამედ ის დაჭერს 1904 წელს და ამას აღწერს თავის წიგნში ცხოვრება რეალურია მაშინ, როდესაც მე ვარ. და ის ძალიან დეტალურად ყვება ჭიათურის მაღაროსთან თავის დაჭრის ფაქტს. ის აღწერს, რომ იქ დაჭრა მოხდა კაზაკებსა და გურულ დაჯგუფებას შორის. ატეხილ სროლაში დაიჭრა. აი ამ ადგილიდან, აი ამ ჭიათურის მაღაროდან სხვათა შორის ის უწოდებს ერთ-ერთ ადამიანს სუსტ პიროვნებას, რატომღაც აი ეს აღწერს, სახელს არ ასახელებს სუსტ პიროვნებას, რომელსაც ის მოჰყავს ხევსურეთში. და იმდენად დეტალურად ყვება გურჯიევი ხევსურეთის შესახებ, რომ იმ ადამიანს, რომელმაც ხევსურეთი იცის, ეჭვი არ გაუჩნდება, რომ ის ნამდვილად იყოფებოდა ხევსურეთში. სხვათა შორის, ჩვენ თუ იმდროინდელ ხევსურეთს, ასე ვთქვათ, წარმოვიდგენთ კი არა და უბრალოდ შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ იმ პერიოდისთვის ხევსურეთში არის ძალიან საინტერესო ცოდნა და ძალიან სიღრმისეული ცოდნა მედიცინის შესახებ. იმ პერიოდში ხევსურეთში მოღვაწეობდნენ ეგრეთ წოდებული აქიმები, როგორც ხევსურეთში უწოდებდნენ, რომლებიც კურნალობდნენ ადამიანებს. ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ვერსიით მას ოპერაცია გაუკეთეს, ერთ-ერთი ვერსიით უმკურნალეს. გურჯიევი ამბობს, რომ აი ამ ადამიანმა ხის ფესვები დანაყა, რაღაც მცენარის ფესვები დამატო და ორ კვირაში ფეხზე დააყენა გურჯიევი. და იმ პერიოდში აღწერს ასევე, რომ დაიწყო სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება და ჩემი უნივერსალური გარეგნობის გამო მე სომხებისთვის აზერბაიჯანელები ვიყავი და აზერბაიჯანელებისთვის სომეხიო. ბევრი საუბრობს, რომ იგი შავი მაგიითაც იყო დაინტერესებული და ნებისმიერი სიტუაციის სათავისოდ გამოყენების უნარის გამო ბევრს ეშინოდა მისი.
ძალიან ბევრს საუბრობდნენ გურჯიევისა და ცნობილი პოლიტიკოსების გასაიდუმლოებულ ურთიერთობებზე. სანამ ის გახდებოდა, ასე ვთქვათ, ლეგენდარული პიროვნება, რომელიც ცოცხლეშივე იყო, მანამდე მას უკვე ერთ-ერთი ვერსიით ჰქონდა ისეთ ადამიანთან შეხება, როგორც იყო სტალინი. და სხვათა შორის გურჯიევი თავის ერთ-ერთი წიგნში ასახელებს ვინმე თავად ნიჟარაძეს და სტალინი, ასე ვთქვათ, სანამ გახდებოდა სტალინი და მას მეფის ოხრანკა ეძებდა, ერთ-ერთი პერიოდში სწორედ ნიჟარაძის გვარით იმალებოდა. ანუ არსებობს გარკვეული არა მარტო ეჭვები, არამედ სერიოზული დამადასტურებელი ფაქტები, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს იცნობდა. სხვათა შორის გურჯიევი გარდაიცვალა 1957 წელს და არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ როდესაც სტალინს უთხრეს რომ გურჯიევი გარდაიცვალა, როგორც ცნობილია, ის გარდაიცვალა 1953 წელს, ანუ 6 წლის შემდეგ გურჯიევის სიკვდილიდან, მან თქვა, რომ ის წავიდა და ეხლა შემიძლია მშვიდად ვიყო. აი ესეთი უცნაური ფრაზა თქვა სტალინმა. ფაქტია, რომ ის იცნობდა არა მარტო იმ პერიოდში სტალინს, როდესაც ასე ვთქვათ, ფორმირდებოდა სტალინის პიროვნება, არამედ ერთ-ერთი ვერსიით სწორედ გურჯიევი იყო ის ადამიანი, რომელსაც სტალინს ურჩია მისი პირადი მონაცემების შეცვლა. მთელი საბჭოთა კავშირი და შემდგომში და ეხლაც მე მგონი ბევრი ადამიანი სტალინის დაბადების დღეს აღნიშნავს 21 დეკემბერს, რომ ცნობილია, რომ დაიბადა ის 1879 წლის 21 დეკემბერს, ეს არის სიცრუე. ეს არის გაყალბებული, რადგან სტალინი დაიბადა 1878 წლის 6 დეკემბერს ძველი სტილით და ახალი სტილით 18 დეკემბერს. ანუ მან შეცვალა თავისი დაბადების მონაცემი. რატომ, როდესაც ის მევა კითხვა, ფაქტია, რომ გურჯიევმა მას უთხრა, რომ თუ გინდა რომ შენი პიროვნება გააძლიერო, შენ უნდა შეცვალო შენი ასტროლოგიური მონაცემი. არსებობს ასტროლოგიაში ასეთი მეთოდი, როდესაც ადამიანი იღებს იმ მონაცემებს, როდესაც იმ პერიოდის ჰოროსკოპი არის საკმაოდ ძლიერი. ადამიანი იჯერებს ამას, აჯერებს სხვა ადამიანებს და ის იწყებს ასტროლოგიური გზით ცხოვრებას. გიორგი გურჯიევი ყველაზე დიდ დროს მოგზაურობას უთმობდა. განსაკუთრებით აზია და აფრიკა აინტერესებდა. სწავლობდა სხვადასხვა ხალხთა რელიგიებს, ცეკვებს და მუსიკას. თბილისში ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის დახურვის შემდეგ გიორგი გურჯიევი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც ცეკვების სკოლა გახსნა. მას შემუშავებული ჰქონდა მოძრაობების სისტემა, რომელსაც წმინდა ცეკვებს უწოდებდა. მოგვიანებით კი გურჯიევის მოძრაობები დაერქვა. ცეკვები, რომელიც გურჯიევმა სხვადასხვა ხალხის ტრადიციებისა და რელიგიების გაცნობის შემდეგ შექმნა, განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ადამიანის ფიზიკური სხეულის განვითარებისთვის. იგი დატვირთული იყო აღმოსავლური ელემენტებით და 39 მოძრაობისგან შედგებოდა. დამკვირვებლის თვალით ეს არის გურჯიევის მხრიდან ცდელობა კოსმოლოგიური რითმების გადმოტანა შემოქმედებით პრიზმაში. მაგრამ არის მეორე უფრო მნიშვნელოვანი თემა, როდესაც ადამიანი თვითონ მონაწილეობდა და უშუალო მონაწილე იყო ამ ვარჯიშებისა და მეცადინეობებისა, მოძრაობებისა, იმ დროს ისეთი პრინციპით იყო აგებული ის რითმული ვარჯიშები, როდესაც ადამიანში იწყებდა ძალიან მკაფიო ფსიქიკური პროცესი, იწყებოდა ძალიან მკაფიო ფსიქიკური პროცესი და რის შემდეგაც ადამიანი უფრო გაცნობიერებული ხდებოდა და მიზნად ისახავდა სამი ცენტრის, ასე ვთქვათ, გონებრივი, ემოციური და ქმედებითი ცენტრის ჰარმონიულად შერწყმაში და სამივე ერთდროულად, ასე ვთქვათ, ნორმალურ რეჟიმში მუშაობაში რომ მოეყვანა. გიორგი გურჯიევი ამოუწურავია და მასზე კიდევ ბევრი და საინტერესო ამბის მოყოლა შეიძლება. მას დღესაც ყავს ათასობით მიმდევარი და ის თემები, რის შესახებაც გურჯიევი საუბრობდა, აქტუალობას არასდროს დაკარგავს. გიორგი გურჯიევი ამბობდა: ადამიანი დაბადებულია სულით, მაგრამ სულიერება თავად უნდა განავითარო.